აზრი, რომელიც დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ადამიანები, რომელთა გამოცდილება სამაგალითოა. Georgian Times-ი გავუტონი ნანა გაგოდასვამს შეკითხვას გისმენთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, რამდენიმე დღეში, ფაქტურად რამდენიმე საათში ჩვენ გვიყოლება პრეზიდენტი, მალევე გვიყოლება ახალი პრემიერ-მინისტრი და თქვენ ბრძანეთ რომ გადმოდიხართ ჩვენსკენ. ეს არის ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ გვეგონა რომ ქართული ტრადიციისამებრ ეს იქნებოდა მუდმივი თქვენი პოლიტიკური იერარქიები და შემდეგ. იქნება საინტერესო სამკუთხედი სქემატურად პრემიერ-მინისტრი, ახალი პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ არის და თქვენ ცალკე მესამე ფიგურა. თქვენ თუ შეამჩნევთ რომ ორი ფიგურანტი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ახალი რა თქმა უნდა. ასე ვთქვათ, პირდაპირ ტრივიალურად, ცუდად მოიქცევიან და არ იქნებიან ისეთები, რომლებიც როგორც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ და თქვენ უკვე იქნებით ჩვენს ბანაკში, საზოგადოებაში. ჩვენ ვის მივმართოთ? მოგმართოთ თქვენ თავიდან ბოლომდე და გქონდეს თქვენი იმედი. კარგი შეკითხვა. ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად გავაკრიტიკებთ იმ ორ ფიგურანტს. აი ეს მაინტერესებს. კი ბატონო, კარგია, მადლობთ. კარგი შეკითხვა ძალიან. პირველი რომ ცოტა უცნაური გია ჩემი პოზიცია, მაგრამ მრავალჯერ გავაკეთე განმარტება და კიდევ გავიმეორებ, რომ თუ ჩემზე ნდობაა და მე მენდობა საზოგადოება და ჟერა ჩემი, ამ შემთხვევაში უნდა დამენდოს, რომ მე სწორი არჩევანი გავაკეთე. და მარგველაშვილს თვითონ ხედავენ, მე მარტო არა ვარ აქ უკვე, მარგველაშვილი აბსოლუტურად დამსახურებული პრემიერსაც შევთავაზებ შესატყვის და ამ ხრივაც თუ ჩემზე სანდოობა, ეს სანდოობა იქაც უნდა გავრცელდეს. და თუ მე შემეშალა და ამისგან დაზღვეული არავინ არაა. ამის ალბათობა ძალიან დაბალი ჩემი აზრით, მარგველაშვილის შემთხვევაში და პრემიერზეც მე მოგახსენებთ გვიან. ძალიან წირია ალბათობა, მაგრამ თეორიულად ყველაფერი არსებობს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად, საზოგადოებასთან ერთად, მე მგონი რომ ის მუხტი, ის ნდობაც, რაც გამაჩნია საზოგადოებასთან ერთად, უფრო მძლავრი იქნება კრიტიკაც და ქმედებაც პრინციპში ამ ხრივ საზოგადოების მე რა თქმა უნდა პასუხს ვაგებ. რამე თქო, მე გარანტიას ვიძლევი რომ მთელ ხელისუფლებაზე ვაგებ მე პასუხს. რაზე ვაგებ პასუხს რომ იქნება დაახლოებით ესეთი როგორც დღესაა. ვარსკვლავებსიდან ვერავინ არ მოწყვიტავს. რეალობიდან, შესაძლებლობიდან ისინი იქნებიან მაქსიმალურად ეფექტურნი. შეცდომებს, კონსულტაციებს მე არ დავამადლი, თუ ვინმე სურვილი ექნება, გარწმუნებთ, შიგნითაც ზუსტად ეს საუბარი მაქვს. არც ერთი მინისტრისთვის არ მithქვას, არც მიკადრებია რა, აბა ახლა შენ მოხვალ და მე შემეკითხები. ამას არც ვიკადრებ და არც მიკადრებია, მაგრამ თუ ექნებათ სურვილი კონსულტაციების, რა თქმა უნდა, მე არ დავამადლი. თუ არა და მე შემიძლია ტრიბუნიდანაც გამოვთქვა შენიშვნებიც და მიმართულებაც, რასაც მე ვხედავ, თუ ისე არ გაუჩნდებათ მას სურვილი რომ ჩამეკითხონ, მე შემიძლია თქვენთან ერთად და ვის უნდა შეეკითხოს საზოგადოება, ჩვენ ერთად ვიქნებით მონაწილეები პროცესების და დაისმება კითხვები. მე რა თქმა უნდა ვალდებული ვიქნები განმარტებები გავაკეთო და ჩემი წილი პასუხისმგებლობაც განვმარტო, მე რაც მეგობრობა იქ მოიხსნება ნაწილობრივ, იმიტომ რომ თქვენ მას მისცემთ ასპარეზს და მათ უნდა გამოიყენონ კარგად ეს ასპარეზი, მაგრამ თუ იქნება შეცდომები, კიდევ ერთხელ ვამბობ. ძირითადი ძალა არსებობს საზოგადოებაში. აი ეს მუხტი უნდა გაიზარდოს და გავაცნობიათ, რომ ჩვენშია ძალა. საზოგადოება გადაწყვეტს, ვერ მოიქცევიან? საზოგადოება მიიღებს შესაძლოა გადაწყვეტილებას. ჩვენთან იქნებით კრიტიკაში? ბატონო? ჩვენთან იქნებით. აუცილებლად ვიქნებით თქვენთან ერთად. მადლობთ. ნანა გაგუა, გაზეთ Georgian Times-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.